ვნებდებით ფრეს, არ ვნებდებით ნოლს. ქუთა თურმზეც ვიცავთ გავიდანთ გოლს. გავიდანთ გოლს, არ დავწყვეთ გულს. ერთ მუშტად შეკრულ ქუთა თურგულს. ქუთა თურ ხალხს, ქუთა თურმზეს მხარში დაუდგეთ დღეს ერთმანეთს. არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველებს. მოგებას გპირდებით ქუთა თურებს. ამოდის ახალი მზე, იწყება ახალი დილა და დღეს რომ გავიმარჯვებთ, მადლობას ვეთქვით ღმერთს. დღეს რომ გავიმარჯვებთ, მადლობას ვეთქვით. ქუთა თურ ხალხს, ქუთა თურ მზეს მხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს. არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველებს. მოგებას გპირდებით ქუთა თურებს და ქუთა თურ ხალხს, ქუთა თურ მზეს მხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს. არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველებს. მოგებას გპირდებით ქუთა თურებს. Эта победа действительно очень важная, так как соперник превзошел все наши ожидания. Мы серьезно готовились, как и к любому другому, но к ним очень серьезно, потому что по данным, которые мы имели по сопернику, по изучению его, мы знали, что у них очень много скоростных игроков, и нам нужно было сыграть очень осторожно, чтобы не дать им пространства, и в то же время самим нужно было думать о том, как забивать. В первом тайме мы создали около 4 стопроцентных голевых моментов. Важа попал 2 раза в штангу, Элла 2 раза попал головой рядом со штангой после хорошо сыгранных комбинаций на флангах. Но второй тайм оказался значительно более сложным, и, естественно, приятно, что мы победили. Несмотря на все сложности, во втором тайме наш соперник фактически не имел реальных возможностей. Играл навалом. В одном случае Бакари выбил из пустых ворот, но вратарь все равно был готов взять этот мяч, если бы не он. Ну, в общем, сложности наши заключались в том, что очень серьезное давление, тотальное давление оказал нам соперник, но без какой-то комбинационной игры. Я говорил игрокам, что против них будет очень сложно играть, потому что игра их построена на интуиции, на индивидуальном мастерстве футболистов, а не на жестких схемах, которые легче прочитать. Короче говоря, это уже третья к ряду победа, и безусловно мы благодарим зрителей за поддержку, за ту горячую массовую поддержку, которую мы получили в течение матча. Она, наверное, эта поддержка нам тоже помогла одержать очень важную победу. Спасибо.
ну რა შეეხება თამაშს, ნამდვილად კარგი თამაში გამოდგა, იმის სანახაურიო შეიძლება იმდენად დიდი არაფერი არ იყო, ესეთი რო ვთქვა, კომბინაციური თამაში არ იყო, კარგი გუნდი იყო ნამდვილად ქუთაისდორბედო, კარგად აბალანსებული გუნდი არის. ყველა გოლში თითქმის. აქედან გამომდინარე, ცოტა გაჭირდა თამაში, ახლა ვიცი ვერ ვიტყვი რომ მომენტები ჰქონდათ ქუთაის პირველ ტაიმში. ერთი-ორი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ეს სათამაშო ეპიზოდები არის, ისე რომ მაგას ჩვენ უჩავთვლით, რომ ესეთი 100%-იანი მომენტები იყო, არ იყო ეს 100%-იანი მომენტები. ჰქონდათ მომენტები საგოლე, მაგრამ ესეთი 100%-იანი ნამდვილად ხო, ასე რომ ვთქვათ. თამაში შუაში მიდიოდა ფაქტიურად. აქ გადამწყვეტი იყო ერთი გოლი. ვინც გაიტანდა ეს მოიგებდა თამაში. ნამდვილად შეტევაში ძალიან აქტიურები იყვნენ ქუთაისელები. ჩვენ ავაწყეთ, ჩვენი ტაქტიკა უფრო უკნიდა, შუა ხაზიდან ავაწყეთ თამაში, მაგრამ დეფიციტი ჰქონდა წინახაში. წინახაში ჰქონდა ძალიან დიდი დეფიციტი. ფაქტიურად ვერ შეერთო თამაში კომანეზე. იქიდან გამომდინარე ფაქტიურად ბოლოს შეტევის ფაზაში უკვე ცოტა ისეთი პრობლემები შეგვექნა შეტევის ფაზაში. იქიდან გამომდინარე ჩვენ ტრაგედიას არ ვქნით, ვუშაობთ, ორი ძირითადი ფეხბურთელი გვაქვს, იცით რომ ბერიაშვილი და გელაძე არ ყავდა, ეს ტრავმირებულები არიან, ამ თამაშებში ალბათ დაგვემატება და უფრო სანახაურივ ფეხბურთს ვითამაშებთ. აქედან გამომდინარე ერთადერთი შეცდომა, რომელიც ცოტა უყურადღებობა იყო უკანახაში, თორე შეიძლება ეს თამაში კი მე ნამდვილად არ დაუწუნებ ქუთაისდორბედოს აი ასეთ მონდომებას, აი ასეთ ჟინს. ნამდვილად ესეთი გუნდი არის, მაგრამ შეიძლება ამ თამაშის ასე რომ ვთქვათ ფრედ დამთავრება. მე მინდა მიულოცო ქუთაისდორბედოს და შემდგომში წარმატებები უსურვო.